გამარჯობა, მე გიორგი ვარ. ეს კი Tool ტესტის არხია. დღეს განხილვაში გვყავს Kowe 800X Adventure. Kowe გახლავთ ჩინური პრემიუმ ბრენდი. Kowe არის ჩინური პრემიუმ ბრენდი, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და ქმნის ისეთ მოტოციკლეტებს, რომლებიც კონკურენციას უწევს ევროპულ და იაპონურ მოტოციკლეტებს. Kowe-ს არ დაუწყია აქედან და არასულა აქ. Kowe-მ დაიწყო აი აქედან, იმიტომ რომ გამოცდილი ინჟინრები ყავდათ. Შეგიძლიათ გადახედოთ ამ თვითონ ბრენდის ისტორიას და მიხვდებით რას გულისხმობ. რაც შეეხება Kowe-ს და რატო არის წარმოდგენილი დღეს და რატო არის საინტერესო მოტოციკლეტი ჩემთვის, მიღწევებზე მინდა გელაპარაკოთ პატარაზე. Kowe-მ 2021 წელს მიიღო Moto3-ში მონაწილეობა, სადაც ძალიან კარგად იარა, კარგი შედეგები დადო. 2023 წელს კი დაკარში გამოვიდა, დაკარ რალიში. წარმოიდგინეთ, ეს მოდელი დაკარში. ოღონდ არ ყოფილა X-ი. ჩვენ ყავს დღეს X-ი წარმოდგენილი, ის იყო რალი ვერსია. ძალიან მაგრადი ასპარეზა და დაამტკიცა ის, რომ ჩინელებიც ქმნიან ისეთ მოდელებს, რომელიც თავისუფლად კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ ძალიან ბრენდირებულ მოტოციკლეტებს. ახლა ვისაუბროთ სპეციფიკაციებზეც. რავი, გახლავთ 800 კუბიანი 2 ცილინდრიანი სითხით გაგრილებადი, რომელიც გამოიმუშავებს 95 ცხენის ძალას და 80 ნიუტონ-მეტრს. წონაზე ვისაუბროთ, ცალკე თემაა ამ მოტოციკლის წონა. კონკრეტულად X მოდელი, რაც დღეს ჩვენ ყავს, არის 183 კილოგრამი. თუ ერკვევით ოდნავ მაინც, ესეთი მოტოციკლეტებისთვის, 800 კუბიანი Adventure მოტოციკლეტებისთვის 183 კილო არის ძალიან მსუბუქი, ძალიან მსუბუქი. მაგრამ არის უკვე. არის Kowe-ს რალი ვერსია, მაგრამ რალი ვერსია უკვე 163 კილოა. წარმოიდგინეთ, 163 კილო, 800 კუბატურა, 95 ცხენის ძალა. რაღაც ფანტასტიკაა ეს რა. გადავიდეთ საბურავებზე და დისკებზე. დისკები გვაქვს სპიციანი, უკამერო და საბურავებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. რაღაც ჩინური ბრენდი რო გონიათ ხოლმე და ცუდია და რაღაცა, არა. საბურავები გვაქვს Pirelli-ის Rally STR ვერსია, უკან გვაქვს 150-იანი, წინ 90-იანი. საკმაოდ აგრესიული საბურავებია, უგზოობისთვის გამოიყენება ძირითადად ეს საბურავები. სამუხრუჭე სისტემას მინდა შევეხო. სამუხრუჭე სისტემა გვაქვს Taisko გახლავთ ტაივანური ბრენდი, Taisko-ს ბრენდზე ინფორმაციას რო ვიძიებ, ისეთ რაღაცეებს შევხვდი, რომ მე თვითონაც გამიკვირდა. მოკლედ, Taisko ქმნის NASA-ს ხომალდებისთვის გარე აგრეგატების რაღაც დეტალებს. წარმოიდგინეთ, ეს ბრენდი კოსმოსშია და ასევე Taisko აცხადებს, არაოფიციალური ინფორმაცია ეს, რომ აქვთ რაღაც მოწყობილობა, რასაც შეუძლია ნახოს ცხოვრების ციკლი. ეს რამდენად მართალია და რაღაცა არ ვიცი, მაგრამ მე ზღაპრად მიმაჩნია მაინც. მაგრამ ასეა. ეს ინფორმაცია არ უნდა გამოვტოვოთ. რაც შეეხება დაკიდების სისტემას. დაკიდების სისტემა გვაქვს KYB, იაპონური KYB, წინაც უკანაც არის ნამდვილი KYB და არა რაღაც სტიკერ მირტყმული. გვაქვს რეგულირებადი ამორტიზატორები, როგორც წინ, ისე უკან. 1 2 3 4 5 ცხენი როგორ გამოიყურება და ეს არის 95 ცხენი. კაი. თლიანად მოტოციკლეტი გამოიყურება მინიმალისტურად. ეხლა გადავიდეთ უკვე ვიზუალზე და ფუნქციებზე. ვიზუალურად რო დავათვალიეროთ. მოკლედ, წინიდან ეს მოტოციკლეტი არის ზედმეტად ბოროტი. მართლა ძალიან ბოროტი მოტოციკლია წინიდან რო უყურებ. წინ გვაქვს 2 ლინზა განათებისთვის, რა თქმა უნდა. Kowe-ს ლოგო. ესეთი დისკები გვაქვს სპიციანი, Pirelli-ის საბურავები. ქვემოთ გვაქვს დამცავი, რომ უგზოობაზე არ გავაფუჭოთ ან კარტერი, ან მაყუჩი, გამშვები. უკან გვაქვს დამატებული საბარგულების სამაგრი, ეს Adventure-ებზე ჩვეულებრივი მომენტია უკვე. ახლა საჭეზე რა ხდება? ესე გაჩვენოთ Kowe
და მაგარი მთები. ნუ საკმაოდ ინფორმატიული დაფა გვაქვს. პულტებს გაჩვენებთ და მე უკვე დაფაზე რა ხდება. ეს არის მენიუს ნავიგაცია აქედან. ნუ მოხვევის მაჩვენებლები, ავარიული, სიგნალი, შორი და ახლო განათების ჩართვა გამორთვა და პასღილაკი. აქეთ გვაქვს უბრალოდ kill switch. მორჩ, მეტი არაფერი. აქ გვაქვს USB პორტი და Type-C პორტი. ეხლა რა ხდება უკვე მენიუში, ეს უნდა გაჩვენოთ. აქ ride mode-ებს ვირჩევთ, სპორტი და ეკო გვაქვს. ABS-ი, ნახეთ, სამი პოზიცია, ანუ შეგვიძლია ჩართული ქონდეს, გავთიშოთ უკანა, ან წინაც და უკანაც გავთიშოთ. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა სხვათა შორის, ბევრ მოდელს ეს არ აქვს, რომ ორივე ABS-ი გათიშო. Traction-ზე გვაქვს სამი პოზიცია, სტანდარტ mode-ი, rain mode-ი და მთლიანად რო გავთიშოთ traction-ი. ანუ rain mode-ზე უკეთესად მუშაობს traction-ი. ნუ ტელეფონის დაკავშირება შეგვიძლია, ამაზე თავისი აპლიკაცია აქვს, ნუ რო დაგვირეკავენ და რაღაცეები რო ნახოთ, არ არის პრობლემა. აქ რა გვაქვს კიდე? Setting-ებში გვაქვს connection-ი, screen display. აი headlight mode-ი არის რა? Always on და menu. აი ამ ლოგოს რო ხედავთ, ეს რას აკეთებს ახლა, როცა წინიდან მოდის მოტოციკლეტი და გაქვს შორი ნათება ჩართული, ანუ ავტომატურად გაგითიშავთ შორ ნათებას და ახლო ნათებაზე გადმოიყვანს. ეს ძალიან მაგარი რაღაცაა. ასევე ეს მინდა აღვნიშნო, ამას aftermarket-ად აყენებს ხოლმე ძალიან ბევრი რადიატორის დამცავ ბადეს. ეს ძალიან კარგი რაღაცაა. ასევე საჭის დემპერი გვაქვს. ესაც ძალიან კარგი რაღაცაა. ეხლა ჩვენ წავალთ ქვათახევში და მე უკვე იქ გეტყვით ჩემ აზრს ამ მოტოციკლეტზე. მოკლედ, როგორც იცით, წინა ვიდეოშიც აღვნიშნე, მე ვარ 1.80 და მინდა გაჩვენოთ ეხლა მე როგორ თავსდები ამ მოტოციკლეტზე. მოკლედ, ორივე ფეხით ვეხები, ანუ მთლიანი ფეხით ვერ ვეხები, ვეხები ნუ თითის წვერებსაც ვერ ვიტყვი. ანუ ჩემთვის კომფორტულია ეს სიმაღლე მაგალითად. ფეხის პოზიციას რაც შეეხება, ანუ ეს ადგილი საკმაოდ შეწეულია, ამის გამო ფეხები გამართულად მიდგას წინ, არ ვარ გაჩაჩხული ესე რო ვთქვათ. ვზივარ ძალიან კომფორტულად, სკამის ადგილს რაც შეეხება, საკმაოდ კარგად მოძრაობს სკამზე, წინ და უკან რო დაგჭირდეს off-road-ში მოძრაობა, იმოძრაობ. ასევე გზავრის სკამი მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ კარგი ზომისაა. ნუ რამდენად რბილია ეგ გამოსაცდელია, მაგრამ ესე ხელი შეხებისას საკმაოდ რბილია. რაც შეეხება ჯდომის პოზიციას, ნუ აი ასე თუ ავიხებთ, ზიხარ გამართული, ხელები ძალიან კომფორტულია, საჭე ძალიან კომფორტულია ჩემთვის. ეს ლევერები რაც არის, ანუ კარგი ხარისხის არის, მომწონს ხელით რო ვეხები, ანუ ხელით რასაც ვეხები, ყველაფერი ძალიან მომწონს რა. ახლა რაც შეეხება გზას, წავედით. ეხლა მოვედით ქვათახევის ეკლესიისკენ მივდიოდით და გზაზე შემოგვხვდა აი ეს ტაძარი. ტაძარი თავისი აი ამ კოშკით და აი იქაც კოშკია. აი ამით. მოკლედ, როგორც მოვიცი, ეს არის მე-11 საუკუნის ტაძარი, რომელიც არის აგებული თეთრი ქვისგან და 11 საუკუნიდან მე-20 საუკუნეების საბჭოთა კავშირი საქართველოში ფესვებს გაიდგავდა, ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა, საბჭოთა კავშირის დროს გააუქმეს, შიგნით ფრესკები გადაღებეს და დააზიანეს საგრძნობლად რა. ხო და როგორც ისტორიაში რამდენიმე ვარიანტი არის ამ ეკლესიის აგების, ერთ-ერთი არის ის, რომ ღვთისმშობელს მიუძღვნეს ამ ტაძრის აგება, მაგრამ რეალურად როგორც მოვიძიე, ამ მიდამოში რა სოფლებიც არის, თავარი სალოცავი იყო ეს მათი. ახლა გავაგრძელოთ გზა ქვათახევისკენ და ქვათახევსაც გაჩვენებ. პატარა შეჯამება მინდა გავაკეთო, პატარა, ანუ X შეჯამება ზე არა, X შეჯამება ამ მოტოციკლზე. ანუ უფრო აი აჩქარება აქვს სასწაული რა. ანუ 800 კუბატურიან adventure-ში ესეთი აჩქარება, აი არ ვიცი რა. თან მადლობა მინდა გადაუხადო ბაიკნეტს, მოტოლენს და მოპედეპოს, რო გვერდში მიდგას აი ასეთი მაგარი ტექნიკით. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სამივე მაღაზიაში 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით არის Black Friday და ისეთ ფასებში დაგხვდებათ მოტოციკლეტები, ეკიპირება და აღჭურვილობა, ნებისმიერი დეტალი, რომ
აი გაგიჟდებით. მისამართები და ნომრები იქნება აღწერაში და აუცილებლად ნახეთ, მიდით და დაათვალიერეთ, უბრალოდ ისეთ ფასშია ტექნიკა, რომ აი, რავი, ახალი მოტოციკლი ნაყიდი რომ ამყავდეს, კიდევ ერთხელ ვიყიდდი მოტოციკლს. წავედით. ადგილი შემოგვხვდა გზაზე და ეხლა აქ შევალთ და დავაგემოვნებთ რაღაცებს, თან დაგათვალიერებინეთ. გვირი, ხარი, ცხენი, რა ლამაზი ეზოა და რა ლამაზ ადგილას თან. ნახოთ, როგორი კერძები აქვთ. როგორი ხარია. ესეთი ადგილია. მართლა რა ბოროტი სახი აქვს ამ მოტოციკლს რა. აი სულ გეჩხუბება წინდან რო უყურებ. თან ძალიან გეჩხუბება. წავედით. წამო. რა გინდა? ქოთახევის მონასტერი, რომელიც აიგო მე-12-13 საუკუნეში საქართველოს ოქროს ხანაში, თამარ მეფის და გიორგი მეოთხის მმართველობის დროს, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია გუმბათოვან ეკლესიებში შემონახულის ამ პერიოდში საქართველოში ეს ტაძარი. მე-15 საუკუნეში დარბევებმა, ანუ ოსმალებმა და მსგავსმა ხალხმა გაანადგურეს ეს. მე-19 საუკუნეში უკვე ერეკლე მეორის დროს ნაწილობრივ რეაბილიტირდა, მაგრამ ისევ და ისევ კომუნისტების დროს, SRK-ს დროს მთლიანად გაანადგურეს და დახურეს აქ ყველაფერი, არაფერი აღარ ფუნქციონირებდა, მაგრამ 1990 წლიდან უკვე ჩვეულებრივად აღდგა ესე ადგილია, აი ძალიან ლამაზი ადგილია რა. თბილისიდან არის სულ რაღაც 1 საათის გზაზე, 45 კილომეტრია. და რავი, ანუ რაღაცის ნახვა თუ გინდა ახლის, ეს აუცილებლად უნდა ნახოთ, ძალიან ლამაზი ადგილია. ესაც ესეა, ქოთახევის მონასტერიც ვნახეთ. ახლა უკვე გავაკეთოთ შეჯამება ამ მოტოციკლის, რას ვფიქრობ მე და ვისთვის არის ეს მოტოციკლეტი. მოკლედ თავიდან მეგონა რომ ეს სავარძელი, ანუ დამღლიდა ან რაღაცა მსგავსი, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კომფორტული აღმოჩნდა, მომეწონა. ნუ უკეთესი სავარძლები არსებობს მოტოციკლეტში, მაგრამ არც ეს არის ცუდი. რაც არ მომეწონა არის სარკეები, ძალიან პატარა ხედვის კუთხე აქვს, ამას აუცილებლად შევცვლედი მე. ასევე ვინშილდის პატარაა ჩემთვის, უფრო მაღალს დავაყენებდი, ნუ ესენი არ მომეწონა და მაგიტომ. დანარჩენი უკვე მუხრუჭები ძალიან მომეწონა, იდეალურად მუშაობს, სადაც გინდა, სადაც გათვლილი რომ გააჩერო, ჩერდება მარტივად. დაკიდების სისტემა აი ზე იდეალურად მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს ამ ტიპის მოტოციკლებზე დაკიდების სისტემა მუშაობს თან იდეალურად. ასევე ზრავს რო შევეხოთ, აჩქარებას რო შევეხოთ. თქვენ წინა ვიდეოები თუ გაქვთ ნანახი, უკვე 2 ცალი 800-იანი adventure ვატარე სხვადასხვა ლოკაციაზე და არც ერთს არ ქონია ამხელა ძალა. ანუ ძალიან მაგრად ჩქარდება იმ მოტოციკლეტებთან შედარებით, იმას თუ შევადარებ მე. ალბათ უფრო იმიტომ რომ წონა გვაქვს ძალიან დაბალი.
გაგიმეორებთ, რომ 183 კილოგრამია მხოლოდ ეს მოტოციკლეტი. საბურავი ძალიან კარგად დგას გზაზე, აი მომეწონა, ანუ ეჭიდება იდეალურად, ასევე უგზოობაზეც გავიარე რაღაც პატარა მონაკვეთი, უგზოობაზეც იდეალურად დგას, საითაც მიდიხარ, იქით მიდის, ანუ იქით-აქეთ ხტუნაობს და რაღაცა არა, იდეალური ჭრილები აქვს საბურავებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ანუ უფრო მეც მოველოდი, რომ დაწვავდა ეს მოტოციკლეტი საწვავს, მაგრამ მასე არ არის. 4.7 ლიტრი დაწვა 100 კილომეტრზე მხოლოდ. ამხელა მოტოციკლეტისთვის ასეთი აჩქარება, რომელსაც გააჩნია თან ამხელა არის გასაკვირია, იმიტომ რომ სხვა მოტოციკლეტები იგივე კუბატურის ბევრად მძიმეა და ბევრად მეტ საწვავს მოიხმარს. დანარჩენი უკვე ვიზუალურად ძალიან მომწონს, აი აღრთოვანებული ვარ. მინიმალისტურია ყველაფერი, არაფერი ზედმეტი ამ მოტოციკლეტს არ გააჩნია. მე ვფიქრობ, ეს მოტოციკლი იმ ადამიანებისთვის არის, ვინც აპირებს უფრო off-road-ში სიარულს, პლუს მოგზაურობას, ანუ უნდა სადმე მთებზე სიარული, თან წაიღოს ბარგი, კარავი და ასე შემდეგ, იდეალური ვარიანტია ეს. სუბუქია, მარტივად სამართავია, საბურავები იდეალური აქვს, დაკიდება იდეალური აქვს. ნუ რაც არ მომეწონა, კი აღნიშნე სარკე და ვინშილდი არ მომეწონა. Off-road ბაიკია ეს, მე ასე ვფიქრობ. ანუ ჩემი განმოსახედიდან ეს არის off-road ბაიკი, იმიტომ რომ იმხელა ძალა აქვს დაბლებში, რომ ანუ ვინც ერკვევით მოტოციკლეტებში, მარტივად მიხვდებით დაბალი და მაღალი ძალა რას ნიშნავს, გინ მაღლებში რო აქვს მოტოციკლს და გინ დაბლებში. ამ მოტოციკლს დაბლებშიც აქვს და მაღლებშიც. შეგახსენებთ, რომ ამ მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე არის 210 კმ/სთ, ანუ საკმაოდ ჩქარი მოტოციკლია, არ არის ნელი. აჩქარება, ნუ ქარხანა დამზადებელს დაუჯერებთ, გვაქვს 4 და 2. მადლობა მინდა გადაუხადო ბაიკლენს, რომ მომცა შანსი ესეთი მაგარი ტექნიკა გამეტესტა, იმიტომ რომ მეც მაინტერესებდა ეს მოტოციკლი, იმიტომ რომ ამერიკის ბაზარს თუ გადახედავთ, რავი, კოვენ წაიღო ამერიკის ბაზარი, იმდენად პოპულარული მოტოციკლია ეს, პლუს დაკარი, Moto3, ანუ ბევრ აქტივობაში იღებენ მონაწილეობას და ძალიან საინტერესო ბაიკი იყო ეს დღეს ჩემთვის. თან პლუს იცით, რომ თითქმის ბრენდის პრემიუმ მოდელებს ვიღებ ხოლმე მე. ესაც ამ ბრენდის ერთ-ერთი პრემიუმ მოდელია. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ პარტნიორებს Motolenz და Mopedepos, რომელიც ხარს გვიჭერს ამ პროექტის განხორციელებაში. ასევე შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე სამივე მაღაზიაში, სამივე მისამართები და ნომრები იქნება აღწერაში. არის Black Friday და სასწაული ფასებია ყველაფერზე, ტექნიკა, ეკიპირება, აღჭურვილობა, ნებისმიერ რაღაცაზე ფასდაკლება აქვს. ამიტომ აუცილებლად უნდა ეწვიოთ სამივე მაღაზიას. ასევე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი მაგარი ვიდეო გელოდებათ სხვადასხვა ბაიკების და დაწერეთ კომენტარებში, რომელი მოტოციკლი გადავიღო შემდეგი. კარგად.